მაგალითად ცოტა სახიფათო მომენტებსაც გავიხსენებდი, ლათინურ ამერიკაში ვიყავით და იქ ცოტა ისეთი ქვეყანაა, აი ლათინურ არეულია რა. მექსიკაში რო ჩავედით, უცბად საღამოს რაღაცა დარბიან, გავიხედი გარეთ, აი ჯეტია ჩვეულებრივად. ჯეტიაში რო ხდება იქ რაღაცა, ვიღაცამ დააშა. 5 ვარსკვლავი რო აიკიდა, ხოცი და რომ მოგძდევენ. ვერტალიოტები დარბიან, ეს რაღაც სპეცნაზის მანქანები მართლა. ეგეთი ამბავი ხდება, მართლა გეუბნები. და ეხლა რა ხდება რა, ეს ავტობუსით გადასვლა გვაქვს და გადავედით ნიკარაგუაში. და ეს ნიკარაგუა იყო რუსეთის კოლონია. გადავედით ნიკარაგუაში, დაშალეს ავტობუსი, რაღაცა წავედით და მიტინგია, იქ ვიღაც ტიპები დგანან და აკაესები უჭირავთ, აკაესი და ისვრიან რა. რა ხდება არ გვიშვებენ. მთავრობამ გაზი გააძვირაო და საპროტესტო აქცია და აკაესებით ისროდნენ ტიპები ეს. გაგვატარეს, წავედით და ეხლა ესეთი სიტუაციაა, რომ აი როგორი გზა არის, აი ნაციონალის გზა არის, ვიწრო გზა არის, ანუ და აქედან და იქიდან ხეებია ესეთი. გეგონება იმაში გადიხარ გვირაბში და ღამეა. ჩვენ წინ უცბად არგენტინელი შოფერები ყავდნენ და ვიღაცა კაცი გდია სულ ტიტველი გზაზე. არა, ბოდიში ეგ მერე მოხდა. უცბად აი ამ ემაზე რაღაცა დიდი მოფრინავს და ლაბავოის ეჯახება, აი ლაბავოის შუშას წინ. ქვა, უზარმაზარი ქვა. ნუ ამ შოფერებმა იცოდნენ ეგრევე გას მიაჭირეს, გაიქცნენ, შუქები ჩაავაქრეთ, წაიწევილი კივილი და რატო ეხა ის ქვა იცოდნენ. აი ეს გადარიან მძღოლები, იქაურები არიან. ხო რა იცოდნენ, ის უნდა გესულა უნდა გაგეჩერებინა რა, რომ ძირითად შემთხვევაში თურმე აჩერებდნენ და მე ამოვარდებოდნენ და იქ წავიდოდ დაყაჩაღება რა. ნუ რა თქმა უნდა ჩავედით დედაქალაქ მანაგუაში და იქიდან გასვლა არ შეიძლება სასტუმროდან ერთი ნაბიჯის. მე გადავედით კოსტა-რიკაში გადავედით თუ გვატემალაში. ბოდიში ვარ, რა ეცეკვებოდა დალოცვილებს რა უდოდა. მან არ გვიცეკვე, უბრალოდ ტრანზიტული გზა იყო, გაგვეარა რა და გადავსულიყავით მეორე ქალაქში. და აი საპირისპიროდ რომ შემოვედით, ზუსტად იგივე სცენარი ხდება და ტიტველი კაცი გდია გზაზე. ხო და იქაც ეგრევე, აი ვაფშე არაფერი რაც გდია რა, მკვდარი რა. და იქ რო ის თემაა, რომ ავტობუსმა გააჩეროს და მან შემოუარა, გადავიდა რაღაც ტყეში, გააგზელა გზა და არ გაუჩერო მაინც. რა გაეჩერებინა, არ ვიცი, შეიძლება აქ არ ვიყო. სატყუარას მონჩი გდია. შეულებრივად სატყუარას თემა იყო და ეხა იქ ის გამოცლი მძღოლები იყვნენ და იმათმა იცოდნენ, რომ ესეთი რაღაცა მან ხდებოდა რა. ძალიან ისეთი ქვეყანა. ხალხი რა პირობებში ცხოვრობს. მან ვიხდი რომ ძალიან განვითარებულები ვართ ხო? საქართველოში ბევრად წინ ვართ. ნუ აი, რავი, ესეთ ქვეყნებში ყოფილი ვარ, რომ მართლა მithქვია, რომ ის ხმა არა გვაქვს ამოსაღები, მაგალითად ინდოეთში, აი ძალიან დიდი საცოდაობა ხდება ინდოეთში, რომ ჩახვალ და მოხვდები, მიხვდები, რომ ძალიან საცოდაობა ხდება რა. აი ყველა ბარდიული ბოდიშით და ტროტუარი დაკავებულია და ოჯახები ცხოვრობენ. აი ჩვეულები რომ ცხოვრობენ. მე უცბად აი ამ ბარდიულის იქით უზარმაზარი ესეთი 4 მეტრიანი 5 მეტრიანი კედელია, ტიპები ცხოვრობენ, პენტჰაუსები აქვთ რა. აქ ხალხი კვდება, ის ცხოვრობს 64-ში. სულ არ ადარდებს აქეთ რა ხდება. ეს მოკვდება თუ გადარჩება, იმას საერთოდ არ აინტერესებს და ძალიან მძიმე სანახავი იყო რა, ნუ ეს ყველაფერი.